ესეც არის 2025 წლის პირველი ვარიანტის 39-60. მოდი ვნახოთ ახლა ეს ამოცანა გოგეთ. ესე იგი რაღაც მოსწამული. მოსწამული გოს სხვადასხვა რადიუსიანი წრეწირები. პირველი და მეორე ცენტრების მქონე ორი წრეწირი გარედან ეხება ერთმანეთს. ამ წრეწირების საერთო გარემხებია პირველი ცენტრის მქონე მცირე წრეწირს ეხება A წერტილში, ხოლო მეორე ცენტრის მქონე დიდ წრეწირს B წერტილში. უნდა ვიპოვოთ მიღებული ოთხკუთხედის ფართობი პირველი A, B, მეორე. ოთხკუთხედის ფართობი. თუ მცირე წრეწირის რადიუსი მცირე წრეწირის რადიუსი არის 2 სანტიმეტრი, დიდი წრეწირის რადიუსი არის 5 სანტიმეტრი. პირველი ცენტრი, მეორე ცენტრი A წერტილში ეხება, B წერტილში ეხება. შეხების წერტილში გავლებული რადიუსები. შეხების წერტილში გავლებული რადიუსები ხებთან ქმნიან მართკუთხედს. და ეს არის ცენტრებს შორის მოცილი. ანუ აი ეს კუთხე მართკუთხე. ეს მცირე რადიუსი, რომელიც ვიცით, ეს დიდი რადიუსი, რომელიც ასევე ვიცით, R დიდი, R პატარა. R პატარა 2 სანტიმეტრი, R დიდი 5 სანტიმეტრი. რას ვთხოვენ ფართობს? ეს ტრაპეცია. რატომაა ეს ტრაპეცია? იმიტომ რომ პირველი A და მეორე B ორივე მათგანი მართობულია ეს ერთი და იგივე AB წრფის. მაშინ ისინი ერთმანეთის პარალელურია. ანუ პირველი A მართობულია ABC, მეორე B მართობულია ასევე ABC. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი A და მეორე B ერთმანეთის პარალელურებია. პირველი A და AB ერთმანეთის პარალელური არ არის, ანუ გამოდის, რომ ეს ფიგურა ტრაპეცია. ანუ პირველი AB მეორე არის ტრაპეცია. და მისი ფართობი რომ ვიპოვოთ, მჭირდება ფუძეები, მცირე ფუძე არის პირველია, დიდი ფუძე მეორები, სიმაღლე არის AB, ეს მჭირდება ფართობისთვის. ტრაპეციის ფართობი როგორ გამოიცვლება? ესეთ ავნიშნოთ მოცემული ტრაპეციის ფართობი. ეს ტოლი მცირე ფუძეს დამატებული დიდი ფუძე, გამრავლებული სიმაღლეზე და შეფარდებული ორთ. ესე ვიყოთ. მცირე ფუძე ვიცით. დიდი ფუძეც ვიცით. ერთადერთი სიმაღლე არის უცბად. ეგ არის. მაქსიმალის ტოლი მონაკვეთი არის აი ეს. C, რომელიც პირველი C, რომელიც მართობია, რომელიც დაუშვით მეორე B-ს. ეგ თუ მართობია, აქ თუ მართი კუთხეა. სამი კუთხე ოთხ კუთხეში თუ მართია, მაშინ მეოთხეც მართი კუთხეა. ანუ ეს ფიგურა არის მართკუთხედი. და მოპირდაპირ გვერდებით ტოლი. ეხლა თუ ჩვენ სამკუთხედი პირველ C O2-ს განვიხილოთ, ეს მართკუთხა სამკუთხედია. სადაც პირველი C საზრიებელია და H-ის ტოლი. CO2 არის დიდ რადიუსს გამოკლებული მცირე რადიუსი, იმიტომ რომ აი ეს მონაკვეთი R პატარაა და ეს ორი ტოლი. R დიდ სინუს R პატარა. 3. ეს მონაკვეთი 3. და ეს მონაკვეთი მთლიანობაში გამოდის რამდენი? 2 + 5. 7. ანუ პირველი O2 მონაკვეთი არის 7.
და რა მივიღეთ? მივიღეთ, რომ პითაგორას თეორემის თანახმად h კვადრატი იქნება ფსვ O1 O2-ის კვადრატს გამოკლებული c O2-ის კვადრატი. 59-ს აკლდება 9 მიიღება ფსვ 40, ანუ 2-ჯერ ფსვ 10. წავიღოთ და ჩავსვათ. O1 ავიცით, O2 ვიცით, 2-ჯერ ფსვ 10 სიმაღლე შეფარდებული 2. ორების შეიტაცება და რჩება 7-ჯერ ფსვ 10 სანტიმეტრი კვადრატი. ესეც 39 ამოცი.